ეხა გუშინდელი საფეხბურთო მატჩის შემდეგ მთელი საქართველო საღამოდან დღევანდელი დილის ჩათვლის იმ სამარცხვინო წაგებაზე მსჯელობს და მეც ეხა რაღაცა გამეგება ამ ფეხბურთში და მინდა ჩემი პოზიცია ვთქვა. ესე იგი, არ ვიცი, აი ეს თბილისის დინამო და მთლიანად ქართული კლუბები არიან უკვე რაღაცა ჭაობი, რომელიც არის მთლიანად რაღაც აი ამ საფეხბურთო მეურნეობის არასწორი მართვის შედეგი. მე მახსოვს, როდესაც კობიაშვილი გახდა პრეზიდენტი ფედერაციის, მან იმ არასახალბიერო შედეგებზე გაამახვილა ყურადღება კლუბების და ამ კუთხით მუშაობაზე დიდი რაღაც გარკვეული იმედები მოგვცა. იცით რა შეასაქმე ხალხო, აი ხა 7 ლეგიონერი თამაშობდა გუშინ დინამოს რიგებში, ესე იგი აი ამ ჟალგირისთან. აი ეხა მე თემურ ქეძბაიას პატრიოტებაში რო არ ეჭვი არ მეპარებოდეს, ვიტყვი რომ გაყიდეს თამაში მეთქი, მაგრამ იცით რა არის ხა თემურ ქეძბაია არის ის კაცი, რომელსაც მე ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ ეს კაცი აი ამაზე წამსვლელი იყოს. აი სხვა რო ყოფილიყო შეიძლება მართლა ეჭვი შემეტანა რომ აი ტოტალიზატორი ჩაერთო და რაღაცა და ისა, მაგრამ ბიჭო ხა რა ქნას ამ თემურ ქეძბაიამაც ხა თუ ფეხბურთში მოვიდა და თუ არ მიეცი საშუალება. 7 ლეგიონერი რო თამაშობს და რომელიც დიდად ვერაფერს ვერ დაიკვეხნის და დავინახეთ აგერ ეხლა ეს მესმის რომ ბარსელონასთან წაგებო 7-2 და იმასთან მადრიდის რეალთან რაღაცა ჩეკლასის ვილნიუსის ჟალგირისთან თან 3-0 რომ მოიგებ როგორ უნდა მოახერხო ეს იმის ბრალია რომ ქართულ ფეხბურთში არის გარკვეულწილად აი საკმაოდ დიდი ჭაობი. ბავშვთა ფეხბურთიდან არ ხდება იმ ტალანტების მოყვანა, რომლებიც იყო არჯობია ქართველმა ფეხბურთელებმა ითამაშოს კაცო ამ იმაში ჩემპიონატში. აი რატო შემოყავს ეს ლეგიონერები, რომლებიც არაფრით არჯობიან ქართველ ფეხბურთელებს. თუ ლეგიონერი მოყავს, 1-2 თავით მაღლა მაინც უნდა იდგეს მაშინ, ესე იგი ქართველ ფეხბურთელზე. თავად ხვიჩა კვარაცხელიაც თბილისის დინამოში არ აიყვანეს. კახაკალაძე თბილისის დინამოში არ აიყვანეს. ასევე ძალიან ჩვენი დიდი ეხა ფეხბურთელები ვინც არიან თბილისის დინამოდან გააგდეს არ აიყვანეს და ეს უკვე გრძელდება ეს ტენდენციაც გესმით რომ ეხა შენიანს დაუთმე ეს ასპარეზი ქემაინც ჯიგრით რაღაცა ითამაშებს უფრო ქართველი ფეხბურთელია რა უბედურება ეს გადახედეთ ამ იმაში გორიზდილაში ამ იბერიაში ეს ჩამოყავთ ეგზოტიკური ქვეყნებიდან და რაღაცა არ ვიცი ეს ფულის გათეთრება ხდება ამითი თუ რა ხდება არ ვიცი რა და აი ამ პოლიტიკის ვარია მთელი 1-30 წელია ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოს მაგრამ ბავშვთა ფეხბურთში რაღაც სიტუაცია გამოსწორდა უკვე იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არის მე ხა ვერ ვიტყვი რომ ლევან კობიაშვილს არ აქვს ნამუშევარი იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა საფეხბურთო შეიქმნა ბაზები სტადიონები შეიქმნა ესე იგი უფრო დახვეწილად საფეხბურთო სკოლები მაგრამ თვითონ მენეჯმენტი არის საკმაოდ უსუსური იმიტომ რომ ჩვენ ტალანტებს არ ექცევა ყურადღება და შემოყავთ ისეთი ფეხბურთელები რომელთა დონე არის საკმაოდ აი ხლა სომხეთის გუნდმა რატო უნდა გაჯობოს არარატი ეხლა მე მგონი ჩემპიონთა ლიგაზე აგზელებს იმას ბრძოლას რატო უნდა გაჯებოს ესე იგი პოსტსაბჭოური ქვეყნების გუნდება რომლებიც არც ნიჭით არც ინფრასტრუქტურით არ დგანან ეხლა ვიღაცები დაიწყებენ აი რა ფული დახარჯა ეხლა სომხეთმა მაგალითად ეხლა მაშინ ფეხბურთელებში რომ იქ გავიდნენ ისინი შემდგომ ეტაპზე ხო აზერბაიჯანმა უკვე კარგა ხანია გაგვასწრო მე ლაპარაკობთ რომ რატო არ დადის ხალხი სტადიონზე ვინ უნდა მოვიდეს კაცო აი ამ სამარცხვინო შედეგების მერე რომელი გულშემატკივარი მოვა ხო ერთი წარმატება რომ ყოფილიყო რაღაცას დააბრუნებდი ხო კიდე რა ეს ნაკრები არ არის მარტო ეხა წელიწადში რომ გულშემატკივარი ერთხელ და ორჯერ ნახავს თამაშს მარტო ეს არის მარტო შედეგი კაცო ეხა აი თელი მტარი გაიღვიძა ქართველმა
გულშემატკივარმა გუშინდელი დღის მერე 3-0-ზე უკვე მე ვფიქრობდი ვინ შეხვდება დინამოს შემდგომ ეტაპზე მეთქი. ხალხი ამ ფეხბურთით ცხოვრობს. საბჭოთა ეპოქაში ხო ესე იგი შრომის უნარიანობა იზრდებოდა იმის მიხედვით დინამო როგორ თამაშობდა. თუ კი მაგალითად დინამო იგებდა, ესე იგი პროდუქცია უფრო მეტი გამომუშავდებოდა, ხო? სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამ კაცმაც კიდე ბოლო-ბოლო რა ვიცი გაანებოს თავი ამ მან რა ქვია ფეხბურთს ამ ეპატრონემ თბილისის დინამოსი კაცო ფიფიამ და რა ვიცი ეს ფიფიები იმასავით არის ფაროსანავით გინა პოლიტიკაში გინა ფეხბურთში ვინ არიან რა უბედო დააქცია ამ ფიფიამ ქართული ფეხბურთი რა არ გინა წადი მეგობარო რა წადი რა ერთი ამ კაც შედეგი არ დაუდია კარგი რა უბედურება ეს რა არის კაცო რა ის გორის დილაკი გამოვარდა ამ იბერიამ წააგო ეხა ესენი წააგებენ კიდე და არ ვიცი ესე იგი აი რა წარმატებაზე ნაკრებიც ვერაფერს ვერ მიაღწევს მეგობრებო შევსება თუ არ მიიღო რა ერთი ხვიჩა ყვარაცხელია ეხა გამოვაკელი ამ ნაკრებზე ერთი ნახავთ რა შედეგს მიიღებს საქართველოს ნაკრები ხდება უსახური გუნდი და ერთმა კაცმა რა უნდა გააკეთოს კიდე ერთი გეკითხები ან ერთმა ბოლო-ბოლო ვიღაცამ საქართველოში როგორ არ აღმოჩნდა ადამიანი რომ მოკიდოს ამ რაღაცა გუნდებს ხელი და ბიზნესია კაცო ვერ გავიგე ეს ფეხბურთი არის ბიზნესი მაგრამ ყველაფერი წყალწაღებულია ამ ქვეყანაში რა შეიძლება ესეთი სამარცხვინო რაღაცა კაცო 3 თლოს რომ მოიგებ და 7 კალათბურთი ითამაშეს თუ რეგბი აი მე არ ვიცი აი გეუნები თემურ ქეძბაია რო არ ყოფილიყო მე ვიტყოდი ტოტალიზატორი ჩაერთო მეთქი ამ თამაში მეთქი მაგრამ აი ეს ეხლა 7 უსახური სადღაც იმიდან ეგზოტიკური ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელებს რა უნდა იმასქნა ერთი ხა შეიძლება ყველა გუნდებში ერთი გადახედე აფრიკული გუნდები თამაშობენ რო გადიან გეგონება ვიდრე ისა ბავშვთა ფეხბურთი და წამოვიყვანოთ ასპარეზი მივცეთ ქემაინ ჩვენები თუ წააგებენ ჩვენებმა წააგონ კაცო რა უბედურება ესა კაცო რა უბედურება ეს ყველაფერი ხვიჩა ყვარაცხელია გეუნებით დაიწუნეს მერე სადღაც იქით აჩვენა შედეგი და გადმოიყვანეს ასევე სხვა ფეხბურთელებმაც კიდე რა ეხა დინამო თბილისი გინა ეს საკლუბო ეს ფეხბურთის ისინი რაღაცა გუნდები ჩვენ ტალანტებს უნდა აქცევდნენ ყურადღებას რა ჩვენ ტალანტებს უნდა აქცევდნენ ყურადღებას და კიდე რაღაცა სახელმწიფოსგან ფინანსდება ეს ფეხბურთი მე როგორც ვიცი და რაღაცა ცოტა მოთხოვნაც უნდა იყოს რაში მიდის ეს ფულები კაცო ყოველ წელიწად სამარცხვინე მთელი ქვეყანა მასხრად გვიგდებს მთელი მსოფლიო რა უბედურებაა ეს რა არ ვიცი რაღაცა მისახედი არის თორე ყოველ წელიწადს ეს გუნდი სახელი მაინც შეიცვალეთ კაცო რა სახელი მაინც შეიცვალეთ გადაერქვი ნუ გამოდიხარ თბილისის დინამოს სახელით რა სირცხვილია